ოცნების პრემიერს ოცნების პარლამენტში ელოდებიან ირაკლი კობახიძემ დღეს ინტერპელაციის ფორმატში განათლების ახალი დაანონსებული ეგრეთ წოდებული რეფორმისა და Eagle Hills-ის პროექტის შესახებ უნდა ილაპარაკოს. არაბული ინვესტიციის საჭიროებასა და უსაფრთხოებაში, როგორც აღმოჩნდა, პარტიას საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებაც უჭირს. კობახიძე მისივე პარტიამ დაიბარა, რომელსაც კითხვები და პრეტენზიები არც ერთ სადავო საკითხთან დაკავშირებით რეალურად არც აქვს. ერთადერთი, ვინც მას დღეს სხდომათა დარბაზში ოპონირებას გაუწევს, ეს გიორგი გახარიას პარტია. პარალელურად ქართული ოცნება Eagle Hills-ის 6 მილიარდიანი არაბული ქალაქების პროექტისთვის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს. დღეს დაჩქარებული წესით მეორე და მესამე მოსმენით მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებენ. სალომე ლაბაძე მოусმენს ოცნების პრემიერს დღეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მანამდე გაგვაცნობს განცხადებებს. სალომე, გისმენთ. ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს საკუთარი პრემიერი პარლამენტის შენობაში კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს, გვეუბნებიან, რომ ირაკლი კობახიძესთან სინამდვილეში კითხვები საერთოდ არ აქვთ, რადგან მათივე მტკიცებით პროექტში, რომელიც არაბული ინვესტიციით ხორციელდება, საეჭვო არაფერია. და ის მაშინ, როცა შეგახსენებთ, რომ ამ პროექტის ხელშეკრულება გასაიდუმლოებული რჩება და ამ დროისთვის პასუხი არ აქვს მთავარ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა რესურსით შემოდის ამ პროექტში არაბული კომპანია, საუბარია Eagle Hills-ზე. და ის მაშინ, როცა ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ამ პროექტის განხორციელებისთვის გონიოს ტერიტორიაზე და ასევე კრძანისის ტერიტორიაზე 850 ჰექტარ მიწას დებს და უთმობს მას არაბულ კომპანიას იმისთვის, რომ აქ ეს პროექტი განხორციელდეს. კითხვა სხვაც ბევრია და უკავშირდება მაგალითად იმას, თუ ვინ იქნება ჩართული ამ მასშტაბური მშენებლობის პროცესში, ბოლოს კი თუ საქმე ბოლომდე მივა და ეს პროექტი განხორციელდება, ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ამ დასახლებაში ცხოვრება, მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, თუ სხვა კატეგორიის სხვა შემოსავლის მქონე ოჯახებმა შესაძლოა, რომ მოახერხონ ამ დასახლებებში ცხოვრება. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები დავუსვით დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოცნებაში გვეუბნებიან, რომ საეჭვო ამ პროექტში მათთვის არაფერია და დღეს ისინი ინტერპელაციის ფორმატით კითხვებს ირაკლი კობახიძეს დაუსვამენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი ეჭვი გამოირიცხოს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ არის გასცეს ყველა თეორიულ კითხვას პასუხი, მათ შორის გიჟურ კითხვებსაც კი აი ესეთი სიტყვები კი გამოიყენა, როდესაც რაც მეჩეთების მშენებლობაზე იყო ლაპარაკი. ასე რომ ყველა თეორიულად შესაძლო საფრთხე, რომელიც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, შეუძლია დაუსვან ეს შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დღევანდელ დღესაც, სხვა დღეებშიც, ჩვენთვის ყველა ის საკითხი, რომელიც თეორიულად შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, გამორიცხულია, იმიტომ რომ ამაზე პასუხი უკვე გასცა პრემიერმა. Eagle Hills-თან დაკავშირებით, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და ასევე რო ვთქვა, დამატებითი კითხვები საზოგადოებას აქვს და მათი სახელით რა კითხვას დასვა? ხო, გამოვალ კითხვით ახლა მაგ სახე. საეჭვო არაფერია თქვენთვის ამ პროექტში. არ არის ზედაპირებული ჩვეულებრივი. თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ მილიარდელები რუსთავის გზაზე განავლიან საცხოვრებლად? ეხლა რუაშენებს კომპანიები. არის რაიმე შეზღუდვა, როგორც კიდულობენ, ეხლა ისე იყიდიან მაშინაც. რა წილსებს ამ პროექტში არაბული კომპანია? ხო, რაც არ არის ნიუანსებს ვერ გეტყვით. ნიუანსია, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ფართობის მიწა ჩავდეთ ამ პროექტში, ხო? აი ამ წილი რა შუაში. წილი არის ჩვენთან შემოდის, მაგრამ თავარი აქ რაზედაც თქვენ აკეთებთ აქცენტს. თავარი ის, რომ თქვენ გინდათ, რომ გააშავოთ ეს პროექტი, იმიტომ რომ ვითომ აქ არაბები მოდენ. ეს არის სისულელი. აფარული არაფერი არ არსებობს გარდა იმ შეთანხმებისა, თუ ვის რამდენი ეკუთვნის პროცენტი შემოსავლისა, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი. ირაკლი კობახიძე უკვე პარლამენტის შენობაში იმყოფება და სულ რამდენიმე წუთში სავარაუდოდ უკვე დაიწყება სხდომათა დარბაზში სესია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კობახიძე ისაუბრებს არაბული ინვესტიციის შესახებ და ასევე სასაუბრო თემა იქნება განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმაც, რომელსაც სპეციალისტების და არა მხოლოდ სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს რეპრესიის ახალ საშუალებად ქართული ოცნების ხელში. ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რომლის ფარგლებშიც მაგალითად ქართული ოცნება გეგმავს იმას, რომ საზოგადოება
მშობლებას მე-12 კლასის გაუქმება შესთავაზოს და ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლა მხოლოდ 11 წლის განმავლობაში გახადოს შესაძლებელი. სწორედ ამ და სხვა ცვლილებებზე უნდა ისაუბროს დღეს ირაკლი კობახიძე პარლამენტის შენობაში ქართული ოცნების დეპუტატების პირისპირ და ასევე გიორგი გახარიას წარმომადგენლების პირისპირაც დღეს შეკითხვებით მას გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიმართავენ.